დიახ, კვლავ ეთერში ვართ, პატივცემულებო. კვლავ გამარჯობათ. მეორე ნაწილია ახლა ეს ამ ჩვენი ფორმატის. დღეს წინა ნაწილში მოგახსენეთ, რომ ჩემს გვერდზე ამჯერად გეგა არ არის მიზეზთა გამო და პირველ ნაწილში ყავდა თუ უცქირეთ ჩვენს გადაცემას მამა ამირან ამირანაშვილი და ძალზედ სათნო მადლიანის სიტყვითაც როგორც ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე დღესაც არ დაგვამადლა და წარმოთქვა და დაგულოცა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მე უპირველეს ყოვლისა განმეორდები და არ დავიღლები, რა თქმა უნდა. ეხლაც მთელ საზოგადოებას მოგილოცავთ ბრწყინვალე ამაღლების დღესასწაულს. დიახ, დღეს ამაღლებაა და ელეონის მთაზე ამაღლებულმა ძემ კაცისამ მრავალი მაგალითი, მრავალი ასე თქვათ, გაკვეთილი მისცა კაცობრიობას, რას თემატიკაზეც ჩვენ ახლა დღეს საუბარი არ გვექნება, ამის შესაბამის დროს ჩვენ გამოვზებნით. მე მსურს ისე რომ თლაც სარეველაც არ შეეპაროს დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს, მაგრამ ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა და ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ეხლა ის ჟამია, რომ უთქმელობა არ შეიძლება და ნათქვამ სიტყვას აუცილებლად საქმეც უნდა მოყვეს. მე ჩვენს პროდიუსერებს ვთხოვ, სანამ ტელეფონის ზარებს შემოუშვებთ და თქვენი ზარი აუცილებლად შემოვა ეთერში, ჩვენი კომუნიკაცია რა თქმა უნდა ტრადიციულად შედგება, მაგრამ მცირე მონოლოგი მექნება და ამის შემდეგ ნომერსაც გამოვაცხადებ და ამის შემდგომ უკვე მივიღებ თქვენს ზარებს. თქვენ მოგეხსენებათ ძალიან კარგად, რომ ოცნების ხელისუფლება გარკვეულწილად, როგორ გითხრათ, უფრო მეტად ფართო მასშტაბით სასჯელებს და რაღაც წესებს ამკაცრებს, რაღაც უკანონო კანონებით, თამამად შემიძლია ვთქვა, ახალი სამარცხვინო ესეთი რაღაც წესები შემოაქვთ, აი კერძოდ კონკრეტულად გეცოდინებათ ყველას, Facebook მომხმარებელთა კონტროლი დაწესდა და შესაბამისი ორგანო შეიქმნა, რომელმაც თურმე უნდა გააკონტროლოს Facebook მომხმარებელთა ინტონაცია, ეს რამდენად ცინიკურია, რამდენად შეურაცხმყოფელია თუ ცილისმწამებლური. მე მინდა თამამად გითხრათ, რომ დღევანდელობის რაღაცა ესეთი ნეგატიური კუნძული, რაც ანტიდემოკრატიული და ყოველივე სათნო და კასტმოყვარეობის კუთხით ანტია და წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეას, აი იქ მსგავსი ეხლა შეიძლება კაცმა მითხრას, რომ იქ არ სჭირდებათ იმდენად ზომბირებულნი არიანო, მაგრამ ეს კანონი იქ არ აქვთ, რომ აი Facebook-ით და იქ Facebook-იც კი არ აქვთ, სიმართლე გითხრათ, რადგან ინტერნეტი ჩრდილოეთ კორეაში რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია, როცა მათ ამ ქვეყანას ვადარებ მათ ოფიციოს, ჩვენს ოფიციოს, ჩვენთვის და ოცნების ხელისუფლებისთვის ვერაფერი ნუგეშია. რადგან ის წესები და ის რაც ახლა აღნიშნეთ, რომ ორგანოც შეიქმნა კონკრეტული განყოფილება, რომელიც შეისწავლის თურმე ჩვენს გამონათქვამებს. თქვენ გემახსოვრებათ, პატივცემულებო, რომ სიტყვის პოლიცია ეგრეთ წოდებული ჰქონდათ ჩანაფიქრში და მათი მთავარი გებელსი, ვინც არის ახლა, ხო? იქ ინაწილებენ ამ მანტიას, მაგრამ ერთ-ერთი მდინარაძე, რა თქმა უნდა, ის არსად არ წასულა. დააქვეითეს თუ აღაზევეს თუ ასე შემდეგ იქ ბელადის კაპრიზებს არ შეწირია, მაგრამ ის თანამდებობა ამის გამო დათმო, მაგრამ ახლაც ფიგურირებს, რადგან ბელადმა ასე მოისურვა, მან რომ მოისურვოს შეიძლება 2 დღე საერთოდ კონკრეტულად სამსახურშიც არ ასე თქვათ კონდეს უფლება მისვლის, რადგან ის ესეთია და ესე გიწყვიტავთ თქვენ კონკრეტულად Facebook-ებს ჩასაფრებულო Sherlock Holmes-ებო. ეხლა რა მინდა გითხრათ?
სანამ ზარებს, ასე ვთქვათ, ნომერს წავიკითხავ და შეგახსენებთ, ხომ? იცით რა, როცა ბრძანებთ თქვენ, ხომ? როცა ამბობთ, რომ აი ეს ერთი მუჭა, აი ეს დესტრუქციული ძალა, ხო, რასაც ამბობთ და მათ მარგინალიზაციაც ცდილობთ თითქოს დღენიადაგ, მაგრამ რეალურად ერბო კვერცხს უწვამთ ხელის გულზე და ასე კვებავთ და ეს ფსევდოკომისიობანა თამაში რაღაცა ეს კომისია ვითომ წულუკიანის რომელსაც ვერდიქტი უნდა დაედო და ამას საქმე უნდა მოჰყოლო და შესაბამისი გადაწყვეტილებები რაც გულისხმობს რა თქმა უნდა მავანთა და მავანთა პოლიტიკურ აკრძალვას რეჟიმის გასამართლებლას და ბას და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევას თქვენ კიდევ манипулირებთ რამე თუ თქვენი ორიენტირი არის ისევე მათთან შეპირწონებით და მათთან შედარებით გგონიათ რომ მათზე უკეთესები ხართ სამწუხაროდ ასე გგონიათ კვლავ რომ კვლავ იპარპაშოთ და ხელისუფლება უსასრულოდ ასე ვთქვათ თქვენს ხელში იყოს ხომ ასე მიტაცებული თუ ამბობთ რომ ერთი მუჭანი არიან თქვენ დალოცვილებო ამ ერთი მუჭა ადამიანების აი თქვენთვის მარგინალიზებულების და ძალიან ცუდად რომ მოიხსენებთ სხვადასხვა ეპითეტებით ხომ ამ ჩემთვისაც ნაწილს მიუღებელს რა თქმა უნდა ასე რომ მოიხსენიებთ რა პრობლემაა ერთი მუჭა თუა მათგან თქვენ დალოცვას ელოდებით რაც არ უნდა ცილის მწამებლური იყოს მათი განცხადება თუ რაღაცა ცინიზმი იყოს თუ ასე შემდეგ რა პრობლემაა მათ ხომ ხალხი იცნობს ხომ გააცანით ხალხს როგორი მაგრები ხართ როგორი წელში გამართული ეროვნული მამული ენა სარწმუნოებისტები მათთან შედარებით ძაღლმა იყეფოს და ქარავანი წავიდეს რა გაღელვებთ ვის უკირკიტებთ მაგრამ რეალობა როგორია ჩვენს მოსახლეობას და საზოგადოებას კვლავ ნაცარს ვეღარ შეაყრით თვალში და რეალობა კიდევ ასეთია რომ თქვენი მხარდამჭერთა რიგები მცირდება ყოველდღიურად და საგრძნობლად რომ თქვენ აი ამ როგორ გითხრათ აი მართლაც ამ უკანონო წესებით ცდილობთ რომ სრულყოფილი დიქტატურით მართლაც სრულყოფილი აწუკე სრულყოფილი დიქტატურით თქვენი ყოფნა ხელისუფლებაში უსასრულოდ განაპირობოთ მე მინდა გითხრათ რომ უსასრულო წუთისოფელში არაფერი არაა ეს ანბანურ ჭეშმარიტებას გეუბნებით უსასრულო წუთისოფელში აბსოლუტურად არაფერი არა ერთი რამის გარდა ჭეშმარიტი სიყვარულის გარდა ღვთისა და მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარულის გარდა რაც თქვენ არ გაგაჩნიათ განანაკლებობას განიცდით არ გაგაჩნიათ სარწმუნოება თვინიერ საქმეთას ამ მკვდარ არს წმინდა გარდამოცემა აბა რომელი საქმეა თქვენგან გამოსული მოყვასის ზრუნვას რომ გამოხატავს კეთილდღეობისკენ ორიენტირებული საქვეყნოთ და საღმრთოთ შესაბამისად რომელი ერთი საქმე გაგაჩნიათ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ერზე ამაღლებულებო არა საკუთარ ცოდვებზე არა ჭეშმარიტად ამაღლებისკენ ორიენტირის მქონე ადამიანებო არამედ ეს ადამიანებოც სიმბოლურად ითქმება, თორე ადამიანობა სულ სხვა რამეა. არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის მებრძოლო არსებებო, ასე გეტყვით. უსასრულო არაფერია იმ ერთი რაღაცის დიდი რამის გარდა, რაც თქვენ არათუ გაკლიათ, არამედ არ გაგაჩნიათ. ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას პატივცემულებო დანიის ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ კაცო და ევროკავშირს მივმართავთ და აბა იქ ძაღლები შეუსიეს მომიტინგეებს აბა იქ ნახეთ რა ქნეს მეგობრებო ძაღლები კი არ შეუსიეს მომიტინგეებს ძაღლები
შესაბამისად ეჭირათ. ეს აპრობირებულია მათში. მათ დემოკრატიის ხარისხს ფიქრათაც ნუ შეედარებით რა. აი ჩემი თხოვნა იქნება ესეთი, რა ვიცი, ადამიანური, რომ და ამითაც ვერ იმანიპულირებთ. ეს უფრო ძალზედ კიდევ მორიგი სამარცხვინო ჟესტი და მორიგი სამარცხვინო წერილი და მიმართვაა თქვენი, აი რა მიმართვასაც ქონდა ადგილი და რასაც საზოგადოება გაეცნო. თქვენ ძაღლებიც არ დაგჭირდათ, იცით? ძაღლებიც არ დაგჭირდათ და კონკრეტულად იქ განა მიუსიეს და ძაღლებმა რაღაც მოიმოქმედეს მომიტინგეთა მიმართ, ხო, პროტესტანტთა მიმართ. არა, ბატონებო, აქ თქვენ ვითომ არა ძაღლები ფიზიკურად, ადამიანები, ხო? მოიქეცით ძაღლებზე უარესად და რაც ჩაიდინეთ ძალიან კარგად გახსოვთ და დაუვიწყარია დიდი ქართული საზოგადოებისათვის. ვის მიმართავთ, რატომ მიმართავთ? სკანდინავიაშიც გინდათ გასაგებია deep state და ამარცხოთ. ძალზედ სამარცხვინოები ხართ, ძალზედ სამარცხვინოები და აი წუხვარ. ძალიან წუხვარ, რომ ამ მართლაც უდიდესი ისტორიის, კი, კატაკლიზმების მქონეს თქვენი მსგავსი ხელისუფლებების მქონესაც ხანდახან ოღონდ სულყოფილად თქვენი მსგავსი ხელისუფალი მე მირონცხებულთა ამ ხარშიც ვერ მოვძებნე, იცით? მირონცხე, აი როსტომ ხანი იყო, რასაც თქვენ ემსგავსებით, რა თქმა უნდა, იქ ხა როსტომ ხანის აღმშენებლობა, თქვენ აღმშენებლობასთან, რა თქმა უნდა, არაა შესადარი, რადგან როსტომ ხანი რომ აშენებდა, იმით ქართული საზოგადოება სარგებლობდა და თქვენ რას აშენებთ, ვისთვის აშენებთ, ვის უღებთ კარებს, რამდენი ტომი შემოგყავთ, ვისთან არა გააუქმეთ, უпроსტურად დააწესეთ უვიზო მიმოსვლა და ასე შემდეგ, ასეთი საშინელებათა კასკადი არც ერთ ხელისუფალს არ ჰქონია საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, პრეისტორიიდან დღემდე. აი ამით ნამდვილად ბრძანდებით გამორჩეულები. მე მინდა ნომერი წავიკითხო, ტელეფონის ნომერი, რომ საზოგადოება დაარეკოს ეთერში ტრადიციულად. ეს ნომერია 557 88 5588. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, აი პირველი ზარიც მივიღეთ. გამარჯობათ, გისმენთ, ეთერში ხართ. ალო. დიახ, გამარჯობათ. მისმენ? როგორ არ გისმენთ? ალო. გისმენთ, ოღონდ დაუწიეთ ხმას. რამ გაგაბოროტა ჩემუკაის და როგორ შეიძლება არის მის კარგად, ხო? ერთი გავიგერო, თურმე გაბოროტებული ყოფილი ვარ და აბა კიდევ რას მეტყვით ჩემ თავზე და მადლობას მოგიხდით, აბა მეტი რა გითხრათ ახლა აქედან. ხო, გაითიშა სამწუხაროდ, მე მაინც მადლობას გიხდით ზარისათვის. გაბოროტებული ვარ თუ არა ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ვინ არის გაბოროტებული ქვეყანაში, ესეც საუკეთესოდ იცის. პირველ ნაწილს ვინც მოусმინა და არა მხოლოდ პირველ, საერთოდ ჩვენს გადაცემებს ვინც თვალს ადევნებს, თქვენ ძალიან კარგად შეამჩნევთ, რომ აქ არათუ გაბოროტებას, არამედ თმენის ვალდებულებას, თანაალმობას, თქვენს ზარებს და თქვენს ასე ვთქვათ აზრებს, რომ დიდი ყურადღებით ვისმენთ და მხოლოდ ასეთ მიდგომებს აქვს ადგილი და ეხლა რა გითხრათ, ხო, მრავალი აზრია, თუმცა ყველა აზრს არ აქვს. რა თქმა უნდა, ხომ საუბრობენ, რომ სადაოაო გესმით, გემოვნე. აქ გემოვნების საკითხი არ არის. რაც არის ცენტრალური თემა, იქ კონკრეტიკაში ყველა ჩამოყალიბებული უნდა ვიყოთ. გაბოროტებული ვინც, აი თქვენი ზარი, მაპატიეთ, მაგრამ იყო გაბოროტებული და ღმერთმა გიშველოთ. ზარია ეთერში მობრძანდით. ზარია ეთერში მობრძანდით. კარგი, დაველოდები მომდევნო ზარს. სხვათა შორის
ბავშვები კიდევ აი ვის გაბოროტებაზე საუბრობთ თქვენ? ბავშვები, რომლებიც კვლავ წამლის გარეშე არიან, მოდი ძარი მევიღოთ და მე გავაგზელებ. გისმენთ ეთერში? შეიძლება კითხვა დავსვი. ჯერ გამარჯობათ. კარგი მოგწონს. დიახ, აბა გისმენთ? ალო. კი, ეთერში ხართ და გისმენთ. ბატონო ბეკრეთი კითხვა მოხდა, მოდემ კითხვა. ბრძანეთ. დაუწიეთ რა. თქვენი პარტი არატო დატოვა თუ დოქტომაზე რაიმე ინფორმაცია. ვინ დატოვა? ბატონმა ვაჟა უთარაშვილმა. პარტია რატომ დატოვა? პარტია მაინტერესებს. ეს ერთი კითხვა, მეორეცა გააქვთ? მეორე კითხვა, რამდენი პროცენტი ახალგაზრდების თქვენი მხარდამჭერი როგორ ვარაუდო? დიახ, მესამეც გააქვთ? არა, მესამე. მე მეტი კითხვა არა. კარგი, მადლობა ზარისათვის. ხო, რაც შეეხება, დავიწყებ თავიდან, როგორც ბრძანეთ ქრონოლოგიურად, ბატონ ვაჟა უთარაშვილზე ბრძანეთ, თუ რატო დატოვა ჩვენი ერთობა? მე ვერ დაგეთანხმებით. ბატონო ვაჟამ გააჟღერა, რომ ის ასე ვთქვათ, პოლიტიკაში ამ ეტაპზე აქტიურად, ქმედითად და პარტიულად არ ერევა. როცა პარტიას დატოვებენ და სხვაგან გადადიან, ამას ქვია პარტიის დატოვება და სხვა ჯგუფში მოხვედრა, თორემ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბატონი ვაჟა უთარაშვილი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი სათნო ღირსეული პიროვნება ამ ეთერში დღესაც ბრძანდება, გუშინაც ბრძანდებოდა და ჩვენი ურთიერთობა გრძელდება. მას მიყავს ფორმატი ამ სტუდიიდან. რაც შეეხება ახლა სავარაუდო პროცენტობას, სავარაუდო პროცენტობა ახალგაზრდობის აბა როგორ გითხრათ. ეს იმდენად რიტორიკაა, რომ აქ ახალგაზრდებს თვითონ გადაცემა მიჰყავთ ჩვენი სტუდიიდან. ახალგაზრდები ამ ეთერში მე ვერ ვიტყვი რომ აჭარბებენ დაუშვათ ზრდასრულ ადამიანებსა თუ ხანში შესულებს, მაგრამ გარკვეული ნაწილი და არა თუ მცირე აქ რეკავენ თავიანთ ზარებს, შვებენ თავიანთ მოსაზრებას გვიზიარებენ, გვხვდებიან შემდეგ ეთერს მიღმა, ეთერამდე თუ ეთერის შემდეგ და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ ქართულ ამ პატრიოტულ ერთობას მაჯისცემაზე პულსზე რომ ხელი გვიდევს, იქ ახალგაზრდაც მოიაზრება და არა ახალგაზრდაც. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობათ. გაბოროტებას რო ამბობენ. დიახ. ბრძანეთ. ბატონო, თვითონ აბოროტებენ, თვითონ გააბოროტეს მთელი ხალხი. ხალხი გაბოროტებული იქნება, აბარა იქნება, მშივრები არიან. დღეს ტიროდი როუსმენდი, მშობლები, გამწარებულ მშობლებს თქვენ სტუდიაში. დიახ. ამას რომ ითხოვენ. დიახ. მეორდება და საშინელება. დიახ, აი ტელევიზორს დაუწიეთ ბოლომდე და უფრო ხარისხიანი იქნება. წამალს ესე უნდა ყავდეს მშობლები, ტიროდნენ, შვილის წამალს ხოვლობდნენ და ის ყოვახიძე ფული არა გვაქვს, ხო? ბავშვებისთვის არ ემეტება ფულიდან, რაში ყრის მილიარდებს ამისცემის. დიახ. ფული არ აქვს ბავშვებისთვის, მაგათ არ აქვს ფული, ივანიშვილს ფული არ აქვს. რომ მოეთხრეოდა, რეებს ამბობდა. დღეს მაღაზიაში ბებერი, ქალი მეონება 20 ლარი ქალბატონო, კმაყოფილი ხარ პენსიით მეც ძალიან კმაყოფილი ვარ. 20 ლარს რო გიგდებენ მეც და კმაყოფილი ვარო. ამ ხალხს რა უნდა ელაპარაკოთ ბატონო რა? გასაგებია, თუმცა მინდა გითხრათ ქალბატონო, რომ ასეთი აზროვნება ძალზედ სიმცირისკენაა და ადამიანები, რომლებიცაც ხელის გულები ჰქონდათ გაწითლებული ტაშისკვრით, აი მათ რიგებში შეიმჩნევა სერიოზული არომორფოზები და გონების თვალის ახელა.
ამიტომ ამის გამო ვთქვი სწორედ რომ მათი მხარდამჭერთა რიგები მცირდება სანუგეშოდ ქვეყნისა. არა სანუგეშოდ ჩვენთვის კონკრეტულად, ან ვინმესთვის სანუგეშოდ ქვეყნისა. ასე რომ რაც შეეხება წამლებს, მათ არაერთი თქვეს ძალზედ სამარცხვინოთ, ძალზედ შეურაცხმყოფელად და ბავშვები დღეს კიდევ უმწეო მდგომარეობაში არიან. აი ერთ ბავშვს ნუ იყოფინ და უფალმა არინებოს, რომ რაიმე აი ესეთი სერიოზული და არ საფიქრალი, თქვა ასე, რამე დაემართოს. იცით რა, კონკრეტულად რას მოიმოქმედებენ, როცა აი ეს მშობელი და არა მხოლოდ ერთი. ყველა მშობელი აბსოლუტურად და მეც მშობელი ვარ. მეც და არა მხოლოდ მე, რომ აი კონკრეტულად უფრო მწარედ და ხისტად მოვთხოვთ პასუხს ამ ხელისუფლებას. აი მე ეძიონ Facebook-ის ტონალობა, ინტონაცია, ვაიმე ცინიზმი ხომ არ იყო, ან შეურაცხყოფა. აი მე იხილონ შეურაცხყოფა, რასაც წარმოადგენს, მაგრამ ვაი მაგ ხილვას გუდაბა დედაბუდიანად რომ აიკრიბებიან და გაიქცევიან. მათ ხალხის ეშინეათ, ეს არ არის სახალხო ხელისუფლება. ეს ხელისუფლებაც არ არის, წერტილი. ზარია ეთერში. გამარჯობათ. გამარჯობათ. არ გინდა და მე კამარამ ძალიან მიმოქმედა შეზე ეკაბატონის სიტყვა გაბოროტებულიო. ნუ თუ ასეთი ბნელი ხალხი კიდე არსებობს, აი სამწუხაროდ. ამის რამეს როისმენ არა იმედი გეკარგება რომ ხალხი მიჩვი ამას მონობას ამ არ ვიცი ამ არაფერი რო ფეხი არა აბსოლუტურად ასეთი დარგი და კიდე ამ ხალხი გაჭირება ხალხი გარბის აი ეს შენობები კორპუსები შენდება შემოძენ ახსათი ამასაც ხარახურა ჯიში ეს იქნება დაპირისპირების დიდი მიზეზი იქნება მალე ძალიან მალე მოხდება რა და დგას და გაბოროტებული ხარო და სიმართლე ვერ გითქვია აი კიდე რამე და თქვა რომ გაჭირება სადამდე მიიყვანა ხალხი ჯიშიან ზავს უჯიშო სახსად არაჯვარებენ და რამდენი შემთხვევა ზანქს მოყავს ქართველი ნიგერიელს, ჩინელს, იმასო, არ მომწონდა რა ვქნა ეხლა მე კაცო, მაგრამ ვერც გამოვთხოვნებ და ვერც გამიკითხა, უბრალოდ ლაპარაკ არ მსიამოვნებს რა. აი აქამდე მიიყვანა ხალხი რა, ამ თავრობამ და რა ვიცი, აი 1 საათი და 2 საათი შემიძლია ვილაპარაკო, რა დღეს ხდება და საიდან დავიწყო როგორ მე ვახომე რასი. ესმის. გაბოროტებული ხარ ეს როგორ უნდა იკადრო ასეთი ბურჩიანი როგორ უნდა იყო ასეთი ხური როგორ უნდა იყო ჭუშიძე ხარ მართლა საშინელება რა კი ბატონო მადლობა ზარისათვის თქვენი აზრის გამოთქმისათვის არა ჩვენ მსგავსი და უარესიც მიგვიღია ამ ეთერში რა თქმა უნდა დაუმსახურებლად ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, თუმცა არის კიდევ რაღაც საზღვარი და არავითარი მუქარით იქ ცოტა სხვანაირ ტექსტებს მერე პასუხიც მოყვება ხოლმე. ისეთი არა საგანგაშო. არა ისეთი რომ დიდხანს დაამახსოვრდებათ მერე ეს პასუხი. ზარია ეთერში გისმენთ? დიახ. ფიზიკურად პასუხი როცა ვნახავთ. აქედან პასუხი არა, ფიზიკურად რომ ვნახავთ. დიახ გისმენთ. რას ქვია გაბოროტება? კაცი რომელიც განათლებულია, კულტურა აქვს და არის ჰუმანური და არის ეროვნულად მოაზროვნე და პატრიოტი, ასეთ კაცს გაბოროტებული როგორ უნდა ვაკადრო ამ პირობებში, რასაც ჩვენ ხედავთ თელ საქართველოს მოსახლეობა. ეს განუვითარებელი ხალი. ეს საერთოდ განათლება რომ არ აქვს და მარტო ლაპარაკის ლახაბრუხი იცის და მეტი აფერი. ასეთი პიროვნება ხალი არის მაგი და ამ ფერები კიდევ სამწუხაროდ მოიძებნება ეგერაგერ ხალი იქნება თუ კაცი იქნება და ესეა. ჩაჭრელად არ ჩავთვალოთ ხალხო, იმიტომ რომ რაც
ვისაც რა ერთხმის იგი მოეთხოვება ამ ქვეყანაზე. გასაგებია. მადლობა ქალბატონო, მე კონკრეტულად არა ჩემს მიმართ გამოთქმული ამ მოსაზრების და სიტყვების გამო შეიძლება დამეუფლა წყენა. მე უბრალოდ უფრო გაცილებით შეუდარებლად მეტად რამწყენს იცით ასეთი აზროვნების სისტემა, ასეთი აზროვნების წესი, ასეთი ზომბირება. იმიტომ რომ დღეს მე ვარ მისთვის გაბოროტებული, ხვალ თქვენ იქნებით ზეგ და ასე შემდეგ შეიძლება პატრიარქიც კი და პატრიარქსედაც ახალ არჩეულზეც დიახ პატრიარქშიო მესამეზეც არაერთი ცილისწამებლური და ბინძური ასე ვთქვათ ლექსიკა და გამოთქმა მოვისმინეთ სამწუხაროდ. საქართველოში მუდმივად იყვნენ ესეთები, თუმცა სასწორზე, რა თქმა უნდა, სიმძიმის ცენტრი იხრებოდა იქითკენ, სადაც იყო ღირსება, არათუ მეტი, შეუდარებლად მეტი. სადაც იყო, რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი და ღვთისა და მოყვასის სიყვარული, რა თქმა უნდა. ასე რომ მეტი კომენტარი მთლად ესე თქვა აღარ იქნება საჭირო ღმერთმა უშველოს იმ ადამიანს დამილოცნია. მე თუ არ მისთვის გაბოროტებული, აი მე ვეუბნები რომ ღმერთმა დალოცოს და დამიძახოს გაბოროტებული კვლავ არაა პრობლემა. ზარია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით ბატონო მეკ. გამარჯობათ. წინა გადაცემაში მომეწონა ის რომ ყავდა მამა ვარნირანი დიახ და სიმხნევები ეცი ეს ცოტა იმედის ნაპერტკალი გამიჩნდა გულში ასე რომ ვთქვათ. დიახ გენეცოლეთ. მე ახლა იმ კაცის მინდა მივმართო რომელმაც პროცენტები თქვა ახალგაზრდებზე. ჩემს ოფელში დაახლოებით 10% იქნება ახალგაზრდა მაქსიმუმ სვამო. იქიდან 1-5% მაინც არის ნარკომანი. და ჩემების შეურაცხყოფა არ მინდა მივახსენო რა ახალგაზრდებს. ძალზედ ბევრი რა თქმა უნდა გაუნათლებელი, იმიტომ რომ განათლება არ არის სკოლაში. არც ერთი არ ისმის თქვენს გადაცემებს. ეროვნულ სულისკვეთებას არც ერთი არ ისმის. მარტო კონცერტებს უყურებენ და ამ თითქოს სერიალებს და ჭორაობენ, ჭორის დონეზე საუბრობენ პოლიტიკაზე. აი ესეთი ახალგაზრდები ყავდა. იმ კაცმა, რომელმაც დაარეკა, რამდენ პროცენტ მოისაზრებს ახალგაზრდებს. თვითონ არის ის მის გარშემო რომ ახალგაზრდა არავინ არ არის. ყველა მშრომელი, ყველა შვებისმარიანი გასული არის. იმ ქალბატონის საუბარზეც ასე ვიტყოდი რა, რომ ვირის ციხლის საწყენო არ არის. აგლოთ ყველაფერს. გაიხარეთ, დიდი მადლობა, გაიხარეთ. მადლობა ზარისათვის და გამოთქმული აზრისათვის. ხო, რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით. ერთი რამ მინდა ვთქვა ამ ნაწილში, ახალგაზრდებიც არიან და ახალგაზრდებიც. მე ნამდვილად ვერავინ ვერ დამაჯერებს, რამე თუ ურთიერთობა მაქვს ახალგაზრდების სოლიდურ ნაწილთან, რომ ყველაზე ერთნაირად არ შეიძლება იმსჯელო. ის რაც ახლა თქვენ სოფლის კუთხით ბრძანეთ, სოფლელი ადამიანი, ეს საამაყო ქართველი, ეს ფუნდამენტი საქართველოს აღმშენებლობისა და წყარო სახელმწიფოებრიობისა, როცა უნიადაგოდ დატოვე შენ პატივცემულო თუ უპატივცემულო ხელისუფლებაო, როცა მოკალი მთლიანად სოფლის მეურნეობა, როცა სუბსიდირების კი არა, საერთოდ უსაქმოდ დატოვე, აი სოფელში მცხოვრები ვაჟკაცი, რომელსაც მიწასთანაც უნდა ემუშავა უცილობლად, მიწა წიგნია. დიახ, მიწასთან მშრომელი, აი ეს მადლით შემოსილი ადამიანი, სახლში მიბრძანებული, ფეხი ფეხზე კი არ გადაიდებს. ის დაისვენებს და შესაძლოა ამ დიდი მადლითა და ღვთის შეწევნით
რაღაცის წაკითხვა მოუნდეს თავის წინაპარზე, თავის გენეალოგიაზე, ზოგადად და ასე შემდეგ, მადლი მადლს ბადებს ყოველთვის. ეს იმდენად ჯაჭვური პროცესია და არა დღეს და გუშინ დაწყებული, საკმაოდ მთავარ ღერძიანი ფესვთა სისტემა გააჩნია ონტოლოგიურად, რომ ამ თემატიკაზე ჩვენ არ გვეყოფათ რამოდენიმე საეთერო დრო, თუმცა კი აუცილებლად სასაუბროა. ზარია ეთერში შემოუშვით. ალო, დიახ, გისმენთ, გამარჯობათ. გამარჯობათ. გილოცავთ მადლობა. ინვალიდ დღესასწაულს. მეც გილოცავთ. თქვენსა და ჩვენ სამაგო პატრიარქს ახლა დარჩენილ. რავას და ეს არის მუსულმან გისურვებს წარმატებას ასეთ საპასუხისმგებლო კეთილშობის და სრულ და კეთილშობის საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ. იცოცხლეთ, გისმინოთ უფალმა. მეც შემოგიერთდებით ამ სურვილში. დიდი მადლობა. ქალბატონო, რა თქმა უნდა, კეთილი სურვილები არ დაილევა და ამის გამოც აღვნიშნე, რომ ასე თქვათ, სიკეთის მსურველთა, ღვთისთვის სათნოთ მყოფელთა რიცხვი ქვეყანაში თითქმის ყოველთვის აღემატებოდა აი ამ მცირე ჯგუფებს, რომლებიც ცვლიდნენ ამინდს, პოლიტიკურს, ზნეობრივს, თუმცა კი არაძირეულად. დიახ, რადგან დღეს ჩვენ რის ვაიგვაგლახით, მაგრამ ვარსებობთ. რაც შეეხება კიდევ მორიგ მარგალიტებს, ამას რა დაულევს პატივცემულ ხელისუფლებას, მაგრამ მე მინდა ესეთი რამ გავიხსენო, ბატონი კობახიძე ბრძანებდა, რომ ჩვენ გადამხდელთა ფულებიო ბიუჯეტში რომ შედისო, თითქოს ზრუნვა გამოხატა თითოეული ჩვენთაგანის გადახდილ თანხებზე, რომელიც ბავშვებთან კავშირში მას ავიწყდება ალბათ, რომ ამ ბავშვთა მშობლებიც გადამხდელები არიან, ეს ერთი და მეორეც. ბიუჯეტში შესული თანხები სახელმწიფოებრივად განიკარგება? კორუმპირებული არ ყავდათ და არა ყავთ თქვენს ეშელონებში, კორუფციის ჭაობში ხართ? კორუფცია თქვენ იცის საზოგადოებამ უკვე რასაც ნიშნავს. ეს არ არის ფარდის უკან მიცემული ფული მხოლოდ. კორუფცია მრავალწახნაგოვანია და ძალიან კარგად ვიცით და დეტალურად დაგისურათ ხატებთ. რა არის კორუფცია და რა არ არის. და კორუფცია ჭარბობს თქვენს აი ამ მართლობაში, თუ მას მართლობა შეიძლება დაერქვას. სად მიდის მერე ეს თანხები? ჩვენი კისრიდან, ამ ევროპული ჯარიმებიდან ამოღებულნი? ბიუჯეტი ხომ თქვენი ჯიბია და ყველაფრისთვის იყენებთ მას და არ გამოინახა თანხები ამ ბავშვებისათვის. ზარია ეთერში. ზარი პრიორიტეტია. გისმენთ? გამარჯობა. ზარი პრიორიტეტი. თქვენ გელაპარაკება დარჩილმა რამიძე. ვერ გავიგეთ. და გელაპარაკება დაცმუნიანი ფიზიკოსი. თქვენ ვინახავთ? აი დაუწერა. დაუწიეთ და კარგად გავიგებ რა უფრო ეხლა რაღაცა ცხრახმაში მესაუბრე. დაუწიე და ისე მესაუბრე გენაცვალე რა. კი არა აუწიო, დაუწიე. ნუ სამწუხაროდ გაითიშა, არ ვიცი, კითხვა გავიგე რომ თქვენ ვინახართო და ფიზიკოსი გესაუბრებათო. ნუ არ ვერ გავიგე ფიზიკოსი მესაუბრება თქვენ ვინახართ, რა გაინტერესებთ, არ ვიცი, ჩემი პროფესია თუ რა ბმაშია, თქვენ ფიზიკოსი კი არა მეტაფიზიკოსი ყოფილხართ. ზარია ეთერში მობრძანდით. ალო. დიახ, გისმენთ, გამარჯობათ. ვის ელაპარაკები? თქვენ ვის ესაუბრებით, გენაცვალე? ობიექტივის ეთერში ვეკავ? ობიექტივის ეთერში ბრძანდებით და გისმენთ.
ობიექტივის ეთერში ვიყავ. დიახ, ობიექტივის ეთერში ხართ, ისაუბრეთ. აი იმ ხალმა რო თქვა გაბოროტებ რამ გაგაბოროტათო. დიახ. 20,000-იანის ან მშობელია, ან ვიღაც ოჯახის წევრი და სპეციალურად გააღიზიანებს თუ რავი წამოროშა რა, საბარა უნდა ზაღაზია. კი ბატონო, შესაძლოა. დიახ. ესე არ არის? კი, არ გამოვრიცხავ, დიახ. ხო, რა ვიცი, მადლობა ზარისათვის. ხო, დღეს ბევრი ზარი გვაქვს, ემჩნევა, ცოტა ქაოტური ზარებიც არის, რაც ჩვენი ტექნიკური ჯგუფის ბრალეულობა არ არის. რაღაცეები არის მის კარგად პატივცემულებო და თუ დაუწევთ ბოლომდე ტელევიზორს, ბოლომდე უფრო ხარისხიანი იქნება ჩვენი კომუნიკაცია. ეს ძალზედ ბევრჯერ მithkoms და კვლავ გიმეორებთ. დიახ, წეხან საუბარი ჩამოვარდა თამაშებზეც და ასე ვთქვათ, აი ამ გემბლინგმა და საერთოდ ნარკოპოლიტიკამ არსებულმა, ხო? საერთოდ წალეკა მთელი ქვეყანა და განადგურების პირას არიან უკვე ჩვენი აი ზედოზირებით მიღებული ახალგაზრდები და ძალზედ ბევრი ყავს უკვე გარდაცვლილი საუბედუროდ. ზარი ეთერში მოგძანდით. ალო, დიახ, გამარჯობათ. გამარჯობა თქვენი. მე ვარ ხალხი. დიახ. ბედნიერი ის ვისაც სამშობლოსაც უძიას გუნი. დღესდღეობით იყავით საქართველოს პატრიოტი. გუნი წდება რომ ესე იგი საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა რომ უცხო ხალხზე გაესხუშებინა მიწები. ვის მიწებს აკეთიან, ვის მიწებს დაპატრონებენ. ხო, ფულების სტომრები როაქცინგა სავსე. რატომ არ ფიქრობენ ხალხის მოვალეზე? მრავალშვილიანებს მისცემ ბინები დაასახლონ, გაუკეთონ სახლები, რომ ვისაც კი უნდა სახლის გაკეთება და შვილების სკოლა მაგად გააკეთონ. დიახ ბატონო. გეთანხმებით, მადლობა. მრავალი რამ არის გასაკეთებელი. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფალი მაგისტრალურად სხვა ნაბიჯებს გადადგამდა, რასაც ვამჩნევთ, რომ აქ ადგილი არ აქვს სამწუხაროდ. ამას წუხილით საუბრობთ, რა თქმა უნდა. კონკრეტულად იცით რა მინდა გითხრათ. ნარკოტიკებზე საუბრობდი ახლა წეხან და იმდენად წალეკილია ქვეყანა ამ ყოველივეთ. იცით, მიწოდების შემცირება არაა ნარკოპოლიტიკა, არაა სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. შედეგებთან ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ სიბრიყვე. თუ მიზეზს არ აღმოაჩენ, თუ მიზეზს არ აღმოფხვრი, კონკრეტულად და შედეგებთან იბრძოლებს, ქარისწისკვილებთან ბრძოლაა ეს. ზარია ეთერში. ალო? დიახ. გამარჯობა. გაგიმარჯოთ. ჩვენც გილოცავთ, მეც გილოცავთ. გახარებული ხოთი მოკლეში არაბა იქნება. უკვე მოკაკუნა. ანაჩმა მოკაკუნა მოაღატეს. ხო ანაჩმა. მე შეიძლება მოყვარია. ეკლესიასა მიანაცემა. მოაღატე. ყველა ძირის სადაგია. საზიფერი გადაგამეჩი. ამათ მოუყვეს არიან თავ დააბრა. ჩვენ კიდე გავიხარეთ უიდან გაიქარეთ. მე გადაგაკეთე კეთილსურვები და მასწავლა სამშობლო. გაიხარეთ ხალბატონო. გაიხარეთ ხალბატონო, მადლობა. ხო, ცუდად ისმოდა, თუმცა მაინც ძირითადი გავიგეთ
გავიგე თქვენი ინტონაციიდანაც კი მივხვდი თუ რას წარმოადგენდა თქვენი შინაარსი საუბრისა და სიტყვებიც მოვისმინე მადლობა ზარისათვის რაც შეეხება ხო აი თქვენს გამოთქმულს ახლა თუ სწორად გავიგე იცით არც დასაწყევლად არც რაღაც საშინელებათა აი საშინელებისთვის გასამეტებლად არავინ არ გვემეტება ჩვენ ქრისტიანებს და არა სიტყვით ქრისტიანებს ჩვენ სურვილი გვაქვს სასვევთ, რა ვიცი, უფალს ვლოცულობთ, რომ აბსოლუტურად განსაკუთრებით მათ, ვისაც გონების თვალი უნდა ჰქონდეს, ვინც კეთილგონიერებით უნდა მართოს ეს სახელმწიფო, ეს ქვეყანა სახელმწიფო სადა გვაქვს. რომ მათ ეშველოთ, იცით? და რა თქმა უნდა, მთელს ერს ეშველოს, რომ ვიცოდეთ არჩევანი რა კუთხითაა გასაკეთებელი, რა მიმართულებითაა გასაკეთებელი, რომ დღევანდელი კვერცხმა ვერასდროს ვერ უნდა აჯობოს ბატონო როგორც გამოთქმაა მაშინ გავაგრძელებ ხვალინდელ ქათამს ხო თუ შეიძლება ამ კუთხით ვისაუბროთ არ შეიძლება დღევანდელი დღით მცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ეს თუ კვლავ ზარია ეთერში და კარგი ამდენი ზარი რომ არის გისმენთ აბა ეთერში ბრძანდებით გამარჯობა გილოცავთ ამაღლების დღეს. მადლობა მეც გილოცავ. მე ეჭიმათ რომ აი არ არიან ქართველები ჩვენ ეხლა ვინც სათავეში არის და ვინც თავრობაში არის. ან თუ არიან სიცხით ქართველები შეიძლება გატილულები არიან და ღალატი არ არის მოყარული ქართველი რო უყვარდეს. აი მაგათი სარცეიდან გამომდინარე ყოველი ნაბიჯი არის დამწარება ხალხის და გადაკიდება და ანუ ქართველი რო არ გამრავლდეს ყველა ეგრემის ყველაფერი და მაგას უნდა დაუფიქრდეთ ხალხი მიხვდეთ ერთხელ და სამუდამოდ რა აი დავირაზმოთ ყველა მივიდეთ არჩევნები ნორმალურად რომ გადავაგდოთ ყველა და ერთხელ მივცეთ საწინააღმდეგოდ მაგათი რო ჩამოვარდეთ ერთხელ და სამუდამოდ გასაგებია დიდი მადლობა რა თქმა უნდა არჩევნები უალტერნატივოა ჩვენ არა ვართ ისერი და არც არასდროს ყოფილ ვართ რომ ჩვენთვის ალტერნატივა ყოფილიყო თანამემამულეთა ხოცვა ჟლეტა თუმც კი ქართველს თავისი მოძმის სისხლში ხელი არაერთ გზის აქვს გასვრილი ამ მუშაკობითაც ბჭყალებში მივიღეთ ხოლმე მერე შემდეგ და შემდეგ ძალზედ ცუდი შედეგები და რა თქმა უნდა საკუთარ თავს უნდა ვაბრალებდეთ ყოველთვის. როგორც დღევანდელობა მოვიმუშაკეთ, ასევე იყო ისტორიულ პერიოდში. როცა ერი დგებოდა ერთ სულ და ერთ ხორცს და კონკრეტულად აცნობიერებდა თავის შეცდომას, თავის ცოდვებს, საქმით ქრისტიანი ხდებოდა და იქ ირჩევდა, დიახ, და ენდობოდა და ჩვენ მირონცხებულები ყავდა გაცილებით ხო მეტად მონარქიული ქვეყანა ვიყავით და ეს სამეფო სკიპტრაც ჩვენ თვითონ არ დაგვითმია ჩამოგვართვეს დიახ ასე რომ თუ საქართველოში საკუთარი ერის მოყვარული ქრისტეს ერთგული და ამ ქვეყნისთვის თავდადებული ხელისუფალი არ აირჩია ქართველმა ერმა ერის წიაღიდან ხომ რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას როგორ გითხრათ მომავალი ბურუს მოსილი ექნება კვლავ დიახ ერის წიაღიდან თქვი და ამიტომ ერის გაჯანსაღებაზე მაქვს მე ძირითადი აქცენტი მთლიანობაში ზარი შემოუშვათ ეთერში გამარჯობათ გილოცავთ დღევანდელ დიდი მადლობა მეც გილოცავთ მრავალ და ეს არის თქვენს უბრალოდ მე ერთი სათქმელი მაქვს უბრალოდ რომ ძალიან კარგია საუბარი ძალიან მომწონს მაგრამ ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადაიდგა არაფერი არ გამოვა მაგით უნდა გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები თორე ეს დრო მიდის და უბედურ დღეში ვართ ხალხი ვერაფერ საჭმელი რო ვიყიდოთ იმის ფული არ აგვაქვს და სამუშაოზე და ფუფუნებაზე ხო ზედმეტია საუბარი რა ვქნათ ბოლოს და ბოლოს რა
დიახ. გისმენთ თუ ეთერში ხართ გააგრძელეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისათვის, ეს არაერთ გზის თქმულა, ეს ამ ყოველივეზე ჩვენ არა მხოლოდ ვფიქრობთ, არამედ მრავალჯერ გვითქვამს, რომ საზოგადოებასთან შეხვედრები ჩვენ მრავლად გვაქვს და ბევრგან გვაქვს და თითქმის ყველგან გვაქვს, რაც გრძელდება. იცით, რაღაცის მომწიფება საჭიროა. დღეს დეგრადირებულ მრავალი სეგმენტი, მრავალი მიმართულებით, ხომ, მენტალურად არ შემრცხვება ამ სიტყვისა და აქ ჩემ თავსაც მოვიაზრებ. დეგრადირებულ ამ ცოდვიან გარემოში ცხოვრებერს რაც შეუძლია კი ვართ ესე. როგორც ჩვენ ვართ ერის ნაწილნი, აი ამ პოლიტიკურ ერთობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის წინა ბრძოლობას გვპირდებით, მაგრამ თქვენთან ერთად ბატონებო, თქვენთან ერთად ხალბატონებო და გაცილებით მეტად ბატონებო. მამაკაცებს უფრო მეტად ეხება. იქ როცა საჭიროა ქუდზე კაცი, იქ როცა საჭიროა მართლა ეს მშვიდობის ყოფილი გამოსვლა და მე არაერთ გზის მithkoms, მათ ხალხის ეშინიათ, ხალხის თავების თვლით არიან დაკავებულები, ეს რა გითხრათ, ეს პითაგორები ესენი. ამიტომ იქ რომ საქმე აღმოგაჩნდება, იქ მე მრავალი მიზეზი არ მოსვლის, აი ამ დღეში ვართ. თუმცა ეს არ არის სასოწარკვეთილების მიზეზი, ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ აი ეს მიმართულება იმდენად გამოსწორდეს, რომ ადამიანებმა ვინაც ვერ გააცნობიერა დღემდე, გააცნობიეროს, რომ ხარაკირის დღეშია, როცა ის ჩუმათაა. ხარაკირის დღეშია უფრო მეტად, როცა ის თანხმობაშია და ყველა უკანონო კანონს ღებულობს. მე სოციალურ ქსელში მისი ინტონაცია არ მოეწონება, დააკავებენ, მიშვილს ტროტუარზე დგომის გამო დააკავებენ და მაინც მადლობელი იქნება. აი ასეთ რაღაცის აღმოფხრა ერთობლივად უნდა შევძლოთ. მეზობელთან, მეგობართან, ნათესავთან, ოჯახში. დიახ, ეს ყველა საერთო საქმეა. ჩვენც რიგითი მოკვდავი ადამიანები ვართ. კი პოლიტიკური ერთობა, მაგრამ დაყადაღებული, იგნორირებული, შუაგაკრეფილი, ძალადობა არ დაუკვლიათ, არც ოდითგან და დღესაც რა თქმა უნდა წნეხის ქვეშა ვართ და მრავალ წერტილი კიდევ, ხო? ეხლა აქ ის მანტიას კი არ ვისხავთ, ჩვენ კიდევ ზღვაში წვეთს ვამბობთ, რა წნეხიც დაუშვათ კი არა მართლა ხელისუფლებიდან ჩვენს მიმართ მოდის თავიანთი ტროლბოტების სისტემით და თავიანთი 1000 გვარი ბინძური მეთოდებით. თუმცა ჩვენ ეს ყოველივე მინდა გითხრათ, ჩვენო გულშემატკივრებო და თანამოაზრენო, რომლებიც ცოტანი არ ახართ, ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს და მეტი ბრძოლისთვის აღგვანთებს. ჩვენ მე მაუწყებენ რომ დამრჩა 2 წუთამდე დრო. რა თქმა უნდა, შემაჯამებელი რა ითქმება? შემაჯამებელი ალბათ მაშინ ითქმება, როცა შესაჯამებელი ბევრი გვექნება. ჩვენ ეხლა ბრძოლის ხაზზე, ბრძოლის ფერხულში ვართ, იცით, ჩამოყალიბების კიდევ მეტად სტადიაში თუ რა კუთხით, როგორ, იცით, ეს ადამიანები კიდევ თვითგანადგურების პრინციპით მიექანებიან, არ ვიცი სად მიექანებიან, ნუ სიკეთისკენ არა, გულისხმობ ოფიციოს. ადამიანი, რომელიც ამ კანონს რატიფიკაციას გაუკეთებს, ამ წესს დაგიწესებს, რომ შენ Facebook კონტროლის ქვეშ უნდა იყო, ტროტუარზე არ დადგე და 1000 კიდევ სისულელე, ის რა თქმა უნდა უკვე დეკადანსის, ვიტყვის სლენგით, სპადითაა უკვე დაკავებული, ვარდნითაა უკვე დაკავებული და რა ვიცი, ისე არ დავარდნილიყვნენ, რომ მათ შვილთაშვილს ემახსოვროს. მხოლოდ მათ დაამახსოვრდეთ და თუ გამოადგებათ გამოსასწორებლად, გამოსწორდნენ. ოღონდ პოლიტიკაში მოусვლელად, მათ პოლიტიკაში აღარაფერი აღარ უნდა ისახმებოდეთ, ჩემო კეთილო ადამიანებო. დიდი მადლობა უფალს შემოქმედს ყოველივესათვის. აუმაღლებულიყავით ჩვენ ყოველგვარ ცილის წამებაზე, ყოველგვარ სიბინძურეზე, იმ ცოდვიან გარემოზე, საკუთარ თავზეც და ასე შემდეგ. დღეს ამაღლების დღეა, კიდევ ერთხელ გილოცავთ
დიდი მადლობა ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს, დიდი მადლობა ჩვენს პროფესიონალ საეთერო ჯგუფს, ამ ტელევიზიას და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.